ისნო, მაგრამ წესია, წარმოგიდგენთ თამარ გურჩიანი. ადამიანი, რომელიც სულავას ორი წინ პრინციპი შეიძლება ფორმა არ იცოდა და ვინ არის, მაგრამ აი ბოლო ორი თვეა თუ მასზეა ლაპარაკი. და ამას სიმართლე გითხრათ, აქვს თავისი მიზეზი, იმიტომ რომ თუნდაც აი ამ მოკლე დროში თამარმა შეძლო ის, რომ მასზე დადებითი იქნება ეს კონტექსტი თუ უარყოფითი ლაპარაკობს ყველა. და ეს კარგია. პირადად ჩემთვის გარდა იმისა, რომ ჩემს გვერდზე დგას ადამიანი, რომელიც წარდგენილია ომბუდსმენობის კანდიდატად, პირადად ჩემთვის მას ჩემს სფეროში გაუკეთებია სრულიად უანგაროთ ისეთი საქმეები, რასაც ბევრი ვერ გააკეთებდა. ან უბრალოდ არ გააკეთებდა. ეს არის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით ის ღონისძიებები, რაც გაგვიტარებია თბილისის სამქარს და თამარი ყოველთვის იყო ჩვენს გვერდში. ჩემთვის კითხვის ნიშანი არ არის აი ამ არსებულ კანდიდატებს შორის ვინ შეიძლება იყოს ნამდვილად ღირსეული სახალხო დამცველი. და რა თქმა უნდა, ჩემი არჩევანი არის თამარ გურჩიანი. და მიზეზი არის ძალიან მოკლე და ძალიან მარტივი. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც თამარმა იცის, რომ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შემდეგ შესაძლებელია ეს პოზიცია საზოგადოების უმრავლესობისთვის იყოს მიუღებელი, ის ამ პოზიციას მაინც დააფიქსირებს. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი ადამიანი უნდა იყოს აი ამ თანამდებობაზე, რასაც ქვია თითოეული ჩვენგანის უფლებების დაცვა. ეხლა აღარ შეგაწყენთ და პირდაპირ თამარს გადავცემ სიტყვას. დიდი მადლობა ცირა. ნამდვილად მოულოდნელი იყო მაინც ეს შესავალი. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის ის, რომ ცირასნაირი ადამიანები ასე ლაპარაკობენ. მე ვიცით, რომ აი ცირამ უკვე თქვა ეს და ნამდვილად არ მაქვს გამოცდილება, აი ეხლა ჟურნალისტად ვეუბნებოდი ამას არ მაქვს იმისი გამოცდილება, რომ ვილაპარაკო პოპულისტურ ენაზე, ეგრეთ წოდებულ პოპულისტურ ენაზე. და არც იმისი გამოცდილება მაქვს, რომ არაპოპულარულ თემებზე საუბარს თავი ავარიდო, ვილაპარაკო, მაგრამ არ თქვა არაფერი. დაახლოებით ისე, როგორც აკეთებენ პოლიტიკოსები. და ასევე ჩემი ცხოვრების წესი და ჩემი ფილოსოფია, ასე ვთქვათ, მე არ მაძლევს საშუალებას რომ ვისარგებლო იმითი, რომ საზოგადოების უმრავლესობა რაღაც საკითხებში გათვითცნობიერებული არ არის და კიდევ უფრო გავაღრმავო ეს დაუშვათ ინფორმაციის ნაკლებობა იმითი, რომ ვითამაშო მათ გრძნობებზე და უფრო ვარესით გავაკეთო ამ გრძნობებით манипуляცია. ეს არის ის, რასაც მე ყოველდღე ვხედავ. ეს გამოიხატება ზოგჯერ სრულიად უკონტროლო სიძულვილში, ჩემს წინააღმდეგაც და ძალიან ბევრი ადამიანი უკვე შეშფოთდა, როცა მეკითხებიან როგორ ხარ და ვეუბნები ცუდად ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი უკვე შეშფოთებულია, რომ თუ ახლა ამას ვერ გავუძლებ, როგორღაც შეძლებ ომბუდსმენობას და როგორღაც შეძლებ გამომკლავდე ამდენ სირთულეს. და იცით რა, მიუხედავად იმისა, რომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის აბსოლუტურად სწორი შენიშვნები, მე მაინც ვფიქრობ, რომ ალბათ უნდა დადგეს დრო, როდესაც ადამიანები არ შეინიღბებიან იმიტომ რომ მე ვერ წარმომიდგენი ადამიანი, რომელსაც უხარია საკუთარ თავზე რაღაც საშინელებების მოწმენა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა თქვენთაგანი ასევე შეძრწუნდებოდა და ასევე სასოწარკვეთილებაში ჩავარდებოდა, როცა დაინახავდა, რომ სრულიად უმართავი სიძულვილით ნიაღვარი მოექანება თქვენსკენ. მე მართლა მჯერა იმისი, რომ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ რაღაც ჩვენი თითოეული ნაბიჯით და ქმედებით. და ესეც არის ახალი სიტყვა, რაც მე მინდა ვთქვა. მე მაწუხებს ის, რომ ადამიანებს აქვთ ამდენი სიძულვილი და ასეთი სისასტიკით არის გაჯერებული გარემო, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ. და მე ვხედავ ამის მიზეზსაც. მიზეზი ის არის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ამდენი ადამიანი იყო აბსოლუტურად ოპრესირებული. მიზეზი ის არის, რომ ამდენი ადამიანი იყო თვითონ სახელმწიფოს ძალადობის მსხვერპლი. და ცხადია ეს ძალადობა არსად არ გაქრებოდა ერთ ღამეში და ცხადია ეს რაღაცაში აისახება და ცხადია მას ყოველთვის შეეცვლება კალაპოტი, ზოგჯერ მე ვიქნები ამისი ადრესატი, ზოგჯერ თქვენ ან სხვა და ამას მნიშვნელობა არ ექნება. მაგრამ ამისი მართვა არ ხდება მისი, ასე ვთქვათ, ხელშეწყობით ბუნებრივია.
ამას ჩვენ რითიც უნდა დავუპირისპირდეთ, ეს არის სწორედ არაძალადობა. და ზოგჯერ მე თვითონ მეცინება ჩემ თავზე ამას რომ ამბობ, იმიტომ რომ მე ნამდვილად მე ვთქვი რომ მე ვარ თამამი და ამბიციური ადამიანი ნამდვილად. იმიტომ რომ ამ ყველაფერს რომ გაუძლო და შეეწინააღმდეგო და გავამყოლო და ეს ნამდვილად ითხოვს ამას. რომ გქონდეს რაღაც გარკვეული დონის სითამამე და თავდაჯერებულობა. მაგრამ მე ნამდვილად არ ვფიქრობ რომ მაჰათმა განდი ვარ აქ და მარტინ ლუთერ კინგი და მე ნამდვილად არ ვფიქრობ რომ ამის გაკეთება შემიძლია. მაგრამ ეს გზამე სწორი მგონია, რომ იმ ძალადობას რაც არის მომართული ჩემს წინააღმდეგ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგრამ უკვე გითხარით რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს, ადრესატი შეიძლება შეიცვალოს და ამ სიძულვილმა შეიძლება კალაპოტი შეიცვალოს, მაგრამ ეს საკუთრივ სიძულვილს არ გააქროს. მე ვფიქრობ რომ ამისი პასუხი არის სწორი ქცევა, ეთიკური ქცევა და მაშინ როდესაც ადამიანები ამბობენ რომ მაგალითად ერთი კონკრეტული ჯგუფი საზოგადოებისა უნდა გაირიყოს და ისინი კეთოვნები არიან, ამას არ უნდა დაუპირისპირდეთ ჩვენ ასეთივე სისასტიკით, იმიტომ რომ თავისთავად ეს მოთხოვნა თავისთავად მოიცავს სისასტიკეს და ჩვენ უნდა ვცადოთ რომ ეს ავხსნათ. და ჩემი მცდელობა არის რომ ეს ავხსნა. არა მხოლოდ ის იცვლება დღეს საქართველოში რომ აქ ეს დებატები რას ცulis ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს რომ აქამდე ყველას ეგონა რომ სახალხო დამცველი უნდა ყოფილიყო პოლიტიკური ფიგურა, პოლიტიკური გუნდის წევრი. ეხლა ჩვენ უკვე ყველამ ვიცით რომ სახალხო დამცველი არ უნდა იყოს პოლიტიკური გუნდის წევრი. აქამდე ყველას ეგონა რომ სახალხო დამცველს უნდა გამოეძიებინა ან დაუშვათ გაესამართლებინა რაღაც დანაშაულები, მაგრამ ეხლა ჩვენ უკვე ყველამ ვიცით რომ სახალხო დამცველი კი არ იძიებს ან ასამართლებს ადამიანებს, არამედ აკონტროლებს სახელმწიფოს ქმედებებს თუ რამდენად იცავს ის ადამიანის უფლებებს. ანუ კონსტიტუციით ეს არის ზედამხედველი ორგანო, მაკონტროლებელი ორგანო და არა გამომძიებელი ან მოსამართლე. ეს მნიშვნელოვანი საკითხები ჩვენ მე ვფიქრობ რომ უკვე გავიარეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ეხლა ამ წუთებში მე რასაც ხედავ რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია არის ის რომ ჩვენ როგორც იქნა დავძარით ყინული და უკვე დავიწყეთ საუბარი იმაზე რომ სინამდვილეში ადამიანები რომლებსაც ჩვენ კეთილდღეობით ვექცევით არიან ჩვენი საზოგადოების წევრები. სინამდვილეში ეს არის თანასწორობის და თავისუფლების საკითხი და ღირსების საკითხი. და არა რაღაცა კონკრეტული ჯგუფების პრივილეგიების ან ინტერესების საკითხი, როგორც ამას ბევრი პოლიტიკოსი მიიჩნევს და როგორც მანიპულირებს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დისკუსია, რეალური დისკუსია უკვე არის და რეალურ პრობლემებზე მოხდება ფოკუსირება. მაგრამ ჩემი დღევანდელი მიზანი, სანამ თქვენ კითხვებს დამისვათ, ზუსტად ის არის, რომ აი ამ პროცესზე ვილაპარაკო, აი ეს პროცესი სინამდვილეში რაღაც რისკებს შეიცავს და ამაზე გესაუბრობ და ასევე ვილაპარაკო იმაზე, თუ რა შანსი გვაქვს ახლა ჩვენ და რა როლი შეგვიძლია ჩვენ ამაში ვითამაშოთ. რატომ არის და კიდევ ერთი საკითხი გამორჩა, რა თემა ჩემი აზრით ასევე ჩვენ გავიარეთ და მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი წინადადგმული ნაბიჯია ესეც. აქამდე ყველას ეგონა, რომ სახალხო დამცველი იყო მხოლოდ პატიმრთა უფლებების დამცველი. და ჩვენ ნელ-ნელა ეს დიაპაზონი გავაფართოვებთ და ვთქვით, რომ არ არსებობს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები ცალკე და სოციალური და ეკონომიკური უფლებები ცალკე. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ან რელიგიის თავისუფლება ცალკე როგორც განყენებული უფლებები არ არსებობს, იმიტომ რომ თუ ადამიანს არ მიეცა შანსი რომ მაგალითად წერა-კითხვა ისწავლოს, ან თუ ადამიანს მაგალითად არ აქვს საკვების მიღების საშუალება და საკვების უფლება არის ადამიანის უფლება ასევე. მაშინ არანაირი აზრი არ აქვს მის სიტყვის თავისუფლებას. ამ სამყაროში ყველაფერი არის ერთმანეთთან დაკავშირებული. და სახალხო დამცველიც, რომლის ფუნქციაც კონსტიტუციის მიხედვით არის ის, რომ ყველა ადამიანის ყველა უფლება დაიცვას, უნდა ზედამხედველობდეს სწორედ იმას, რამდენად სახელმწიფო მაგალითად ყურადღებას ააქცევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს. რამდენად ამჩნევს საერთოდ იმას, რომ ხანდაზმულთა და მოხუცებულთა უფლებები არავის ამ ქვეყანაში არ აინტერესებს, მათ შორის პირველ რიგში საზოგადოებას. რამდენად აქცევს ყურადღებას მაგალითად ქალთა დისკრიმინაციის საკითხს. ანა მაგალითად იმას, რომ ყოველი მეოთხე ბავშვი საქართველოში სიღატაკეში ცხოვრობს. საუბარი ზედმეტია იმაზე, რომ ამ ბავშვების განვითარების უფლება იქნება უზრუნველყოფილი. საუბარი უბრალოდ ზედმეტია მაშინ, როცა ის სიღატაკეში ცხოვრობს.
ჩვენ უნდა გავუსწოროთ თვალი იმ რეალობას, რომ საქართველოში შრომის უფლება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლება და ადამიანების უფლება, რომ ჰქონდეთ საკვები და ჰქონდეთ თავშესაფარი, არის მნიშვნელოვანი საკითხები. და ეს ყველაფერი უკავშირდება ღირსების თემას, თანასწორობის თემას. და შანსი, რომელზეც მე ვსაუბრობდი, უკავშირდება სულ ერთი თვისინ მომხდარ ფაქტს. ყველასათვის ცნობილი საშინელი და შემზარავი ფაქტი, რასაც ჰქონდა ადგილი საქართველოს ხაშილახსოვრებით დაწესებულებებში. და მე ხშირად ვადარებ ხოლმე ამ ჩემთვის პირადად ზუსტად ესეთი გარდატეხის მომენტი იყო, როგორც მოქალაქისთვის, როგორც ადამიანისთვის. როგორც იყო მაგალითად თავის დროზე გაეროს შემქმნელებისთვის მეორე მსოფლიო ომი. გაეროს შექმნის იდეა რა იყო? ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების იდეა რა იყო? ის რომ აღარასოდეს აღარ უნდა განმეორდეს ის საშინელება, რაც მოხდა მეორე მსოფლიო ომის დროს. ათეულობით მილიონი უდანაშაულო ადამიანი შეეწირა იმ დაშვებას, რომ ადამიანები არ არიან თანასწორები და ადამიანი არ არის თავისთავადი ღირებულება. ადამიანის უფლებათა ფილოსოფია აგებულია ზუსტად ამ პრინციპზე. ყველა ადამიანი არის თავისთავადი ღირებულება. ადამიანს აქვს ღირსება მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის ადამიანი. სხვა არანაირ კრიტერიუმს ის არ საჭიროებს. ზუსტად ამის ფეხქვეშ გათოვლა მოხდა მეორე მსოფლიო ომის დროს და ზუსტად ამიტომაც მიიღეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და ამიტომაც გამოაცხადეს ის, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს საშინელება აღარასოდეს აღარ განმეორდეს. და იმ წამების შემზარავი ფაქტების ნახვის შემდეგ ჩვენ სწორედ ეს უნდა უთხრათ ჩვენ თავს. და მე მახსენდება ვაცლავ ჰაველის სიტყვები, რომ ჩვენ უნდა ჩავიძიროთო ჩვენი უბადრუკობის ფსკერზე, რომ ჩავწვდეთ ჭეშმარიტებას. ეს არის ჩვენი შანსი. ჩვენ ვართ ახლა ჩვენი უბადრუკობის ფსკერზე. მე რომ ამ ვიდეოს ვუყურებდი, როგორ აწამებდნენ ადამიანებს. მე პირადად ზუსტად ამას გრძნობდი. და ეს არის ჩვენი შანსი, რომ ჩავწვდეთ ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება არის აქ ერთადერთი. ყველა ადამიანს, მათ შორის პატიმარს, რომელიც შეიძლება საერთოდ ტერორიზმისთვის იყოს იქ მსჯავრდებული, აქვს ღირსება და არავის აქვს უფლება მოექცეს მას არაადამიანურად. და ღირსება არის ის ღირებულება, რაზეც არის აგებული ადამიანის უფლებები საერთოდ. და მაშინ როცა დღეს ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ მაგალითად სექსუალურ უმცირესობებს არ უნდა კი იყვნენ თავისით, მაგრამ ნუ გამოჩნდებიან, ან მაგალითად იგივე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების რაოდენობა, რომელიც საერთოდ არ იცის სახელმწიფომ, იმიტომ რომ საერთოდ შეუმჩნეველია ეს ხალხი. ეს არის ისევ და ისევ ღირსების თემა. რატომ არ აქვს უფლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს გამოვიდეს გარეთ? რატომ ვერ ხედავთ მას? იმიტომ რომ გარემო პირობები მისთვის არ არსებობს ქვეყანაში, ჩვენს ქალაქში, სადაც ჩვენ ცხოვრობთ. ყველაზე მრავალრიცხოვანი უმცირესობა არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯგუფი, რომელთა რაოდენობა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სახელმწიფომ საერთოდ არ იცის. ესეც ეფუძნება იმ დაშვებას, რომ ადამიანები შეიძლება იყვნენ უთანასწორო. ადამიანებს შეიძლება სხვადასხვაგვარად მოეპყროს სახელმწიფო. და ეს უნდა დამთავრდეს. და ციხეში მომხდარი საშინელება, ჩემი აზრით, არის ის წერტილი, საიდანაც შეიძლება ჩვენ ხელახლა დავიბადოთ როგორც საზოგადოება. ეს ჩემი აზრია. და სწორედ ეხლა გვაქვს ჩვენ შანსი, რომ ადამიანებს შევხედოთ ყველას თანაბრად და მივხვდეთ იმას, რომ მეორე ხარისხოვანი ადამიანი უბრალოდ არ არსებობს. ყველა ადამიანი არის პირველხარისხოვანი. მაგრამ ახლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც თვითონ სახელმწიფოს არჩევას უკავშირდება. რა თქმა უნდა, მე არ ვფიქრობ, რომ მე ვარ საუკეთესო კანდიდატურა. უბრალოდ თქვენ იცით რა გარემოებები უძღოდა ამ ყველაფერს წინ. მე თვითონ ძალიან შეზღუდული მაქვს უკვე ჩემი გამოხატვის თავისუფლება, მე ვფიქრობ, იმიტომ რომ თუ კი დავუშვათ რამოდენიმე თვის წინ გავაკეთებდი რაღაც რადიკალურ განცხადებებს, ეხლა უკვე არ შემიძლია ასე მათ შორის პოლიტიკური პროცესების შეფასება. მაგრამ მე აუცილებლად უნდა ვთქვა ის
თუ რა მნიშვნელობა აქვს აქ თქვენს ჩართულობას და რა მნიშვნელობა აქვს საერთოდ ამ პროცესს. და ეს არის ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი აქ. იმიტომ რომ უკვე ყველასთვის ცნობილია ჩემი მიდგომა რა არის და ჩემი ხედვა რა არის და ამაზე საუბრით ნამდვილად არ შეგაწყენთ თავს და კითხვების დროს დიდი სიამოვნებით უპასუხებ. შეიძლება ყველას გაგიკვირდეთ ახლა რასაც ვამბობ, მაგრამ ის დისკუსიები რაც მიმდინარეობს ახლა სახალხო-დამცველის კანდიდატებთან დაკავშირებით, ეს უკვე აღარ არის ჩანსახი. და მე არ ვემხრობი ამ პროცესის რომანტიზაციას საზოგადოებრივ და გეტყვით ახლავე რატომ. მე უკვე ვახსენე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და ის ვინც ეს დაწერა პროექტი შეიმუშავა, იქ გახდათ ელეანორ რუზველტი, რომელმაც სხვათა შორის თქვა ესეთი ძალიან კარგი რაღაც. ნუ რასოდეს ნუ მოსთხოვ გითხრას კი იმან, ვისაც არ აქვს უფლება გითხრას არა. სახალხო-დამცველის კანდიდატებთან დაკავშირებით მთელი ის ბატალიები, რასაც თქვენ ყოველდღე ისმენთ ტელევიზიით, რადიოთი თუ კითხულობთ გაზეთებში და მე პირადად ზოგჯერ ძალიან მრცხვენია რომ ასეთი ბატალიები იმართება, იმიტომ რომ ზოგ შემთხვევაში სრულიად ხელოვნურად რაღაც თემებით ხდება მანიპულაცია და არ ხდება მნიშვნელოვანი საკითხები საერთოდ გვერდზე გადადება ხდება. მთელი ეს ბატალიები სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ ვთხოვთ კის იმათ, ვისაც არ აქვს უფლება გითხრან არა. და რას გულისხმობ ამაში? ჩვენს ქვეყანაში მოსამართლეები არ აირჩევიან პირდაპირ წესით. ჩვენს ქვეყანაში არც სახალხო-დამცველი არ არის არჩევით. ანუ მე ვგულისხმობ, რომ არჩევნების გზით არ ხდება ამ ხალხის არჩევა, ხო? ამის პრეროგატივა გააჩნია საქართველოს პარლამენტს. ამას აქვს თავისი მიზეზი. რიგითი ამომრჩეველი ან რიგითი მოქალაქე ვერ შეაფასებს იმას, თუ რამდენად კარგად დაიცავს სახალხო-დამცველი კონსტიტუციას და კანონმდებლობას. იმიტომ რომ ამისათვის რიგით მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ამ კონსტიტუციის და კანონმდებლობის ცოდნა, ხო? ჩვენს ქვეყანაში ეს ერთი არის, რომ კვალიფიკაციას რიგითი მოქალაქე ვერ შეამოწმებს. მაგრამ მეორე საფრთხე რაც არსებობს არის კიდევ ესეთი, რომ ჩვენს ქვეყანაში 93% სიარარხის ბოლო კვლევის თანახმად, რომელიც ასახავს მთელ სამწლიან დინამიკას, 93% არის კონსერვატიულად, ასე ვთქვათ, განწყობილი იგივე უმცირესობების მიმართ. უფრო მეცაც გეტყვით. მთელ მსოფლიოში ტარდება კვლევები გაეროს მიერ, ვინ არის მომხრე სიკვდილით დასჯის. 70%-ზე მეტი მსოფლიო მოსახლეობისა ყოველთვის მომხრეა სიკვდილით დასჯის. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში კარგი ხანია მაგალითად გაუქმდა სიკვდილით დასჯა, ევროსაბჭოს არც ერთ ქვეყანაში არც კანონმდებლობა ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას როგორც საშიალის უმაღლეს ზომას და არც აღსრულება არ ხდება. თუ კანონმდებლობა ჯერ კიდევ ითვალისწინებს, აღსრულებაზე მაინც არის ხოლმე მორატორიუმი დაშვებული. ამით რისი თქმა მინდა? არათუ საქართველოს მოსახლეობაში ჩაატაროთ გამოკითხვა, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ 80%-მდე მოსახლეობისა მომხრე იქნება სიკვდილით დასჯის. და აქ გვაქვს დილემა, ხომ? და დილემა არის ისევ ტრადიციული. რა არის დემოკრატია? უმრავლესობის დიქტატი თუ უმცირესობების უფლებების გათვალისწინებაც. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოება, რომელიც ახლა გამოვიდა ამ სახელმწიფოებრივი ძალადობის საშინელი მარწუხებიდან, ბუნებრივია, ეხლა გრძნობს თავის ძალას, ეს არის შესანიშნავი, ეს არის ძალიან კარგი. ყველა ადამიანმა უნდა იგრძნოს და ყველა ადამიანი უნდა აცნობიერებდეს იმას, რომ მის ხმას არჩევნებზე აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მის აზრს როგორც მოქალაქის აზრს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და მას როგორც მოქალაქეს აქვს ძალა. იმიტომ რომ ის როგორც მოქალაქე და ის როგორც საქართველოს მოქალაქეების და ხალხის ნაწილი არის ხელისუფლების წყარო და ხელისუფლების ლეგიტიმაციის წყარო. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უმრავლესობის გრძნობებმა უნდა გადაწყვიტონ საკითხები, რომლებიც უკავშირდება ადამიანის უფლებებს. შეიძლება ეს გეჩვენებოდეთ, რომ ეს არის ძალიან რთული საკითხი და ეს არის რთული საკითხი. იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს კონსტიტუციაც მიიღო პარლამენტმა და პარლამენტი თავის მხრივ აირჩია ამომრჩეველმა და საბოლოოდ ეს წრეში ბრუნვა გამოდის, ხო? მაგრამ ჩვენ ვდგავართ ასეთი დილემის წინაშე. მე ვფიქრობ, რომ ის პროცედურა, რაც არსებობს სახალხო-დამცველის არჩევასთან დაკავშირებით, ეს არის სწორი, ჯერჯერობით მაინც, იმიტომ რომ არსებობს ქვეყნები, სადაც
მოსამართლეების პირდაპირ არჩევის წესი არსებობს, იმიტომ რომ იქ არის ასეთი სამართალშეგნება. თუმცა ესეთი ქვეყნების გამონაკლისებია პრინციპში. მაგრამ ეხლა ჩვენ ვდგავართ ამ საშიშროების წინაშე, ამის თქმა მინდა. რომ სახელმწიფო შეიძლება გახდეს ადამიანი, რომელიც იხელმძღვანელებს უმრავლესობის გრძნობებით, განწყობებით, გრძნობებს და განწყობებს. იმიტომ უსვავ სხვადასხვა რომ მე არ მგონია რომ ეს რაციონალური მოსაზრებებია მაინც. იმიტომ რომ მე შეიძლება ვარ ძალიან გულუბრყვილო ადამიანი, მაგრამ მე მაინც მგონია რომ სიძულვილი ყოველთვის არის ირაციონალური და მას არასდროს არ უმაგრებს სულს განშა. იმიტომ რომ და ამიტომ მე ვფიქრობ რომ ჩვენ ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა, მათ შორის პირველ რიგში კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ პრეტენზია იმაზე, რომ შეიძლება გახდნენ საქართველოს სახელმწიფოები, პირველ რიგში მათ აქვთ პასუხისმგებლობა, რომ ადამიანებისგან რეალური, რაციონალური განშა მოითხოვონ და არა ირაციონალური, ასე ვთქვათ, გრძნობები. შეიძლება ძალიან გასაგები არ იყოს ეს რაც მე ვთქვი, ეს არის დილემა, აქ არის ორაზროვნება თავისთავად, ამაზე მე თვითონაც არ მაქვს პასუხი. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არის საფრთხე და შიში, რაც აუცილებლად უნდა მივიღოთ ხედელობაში, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ამ წუთებში არც კი ვიცით, როდის არის ბოლო ვადა სახელმწიფოების არჩევისა. ისეთი ლიბერალური ინტერპრეტაცია წავიდა კანონმდებლობის. ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია, რაზეც მე ჩემი თქმის ვალდებულების გამო და კიდევ ეთიკური, ასე ვთქვათ, ჩარჩოების გამო ვერ გავამახვილებ ყურადღებას, მაგრამ თქვენ როგორც მოქალაქეებს, მე ვფიქრობ, რომ გევალებათ ის, რომ ამაზე ყურადღება გაამახვილოთ. და მე ვფიქრობ, რომ აქ პროცესი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თვითონ შედეგი, იმიტომ რომ მიზნები არ ამართლებს საშუალებას. მე ნამდვილად არ გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ ომბუდსმენი გავხდე. ნამდვილად არ გავაკეთებ ყველაფერს. და ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს პროცესი თუ როგორ აირჩევა სახელმწიფო, თუ რა კომპრომისს ეწავალთ, რას გავიღებთ მსხვერპლად, ეს ყველაფერი აისახება ჩვენს მუშაობაზე, თუ ჩვენ გავხდებით სახელმწიფო. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ველოდებით თქვენს კითხვას. ის კონკრეტულად რაღაც კითხვა თქვენთან დაკავშირებით არ გამაჩნია, იმიტომ რომ იმაზე უფრო დიდი ხანია გიცნობდავით თქვენ შესახებ ვიდრე 2 თვეა, რაც გამოჩვით. ძირითადად კითხვები არ მაქვს, იმიტომ რომ აი რასაც თქვენ აყალიბებთ ამ ხნის განმავლობაში და როგორც მოღვაწოდით, სრულიად ვეთანხმები მას, სრულიად ვეთანხმები მიდგომებს, როგორც თქვენ გაქვთ. სამწუხარო ის არის, რომ კარგი ის არის, რომ უმრავლესობა არ ირჩევს დღეს სახალხო დამცველს, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ მზად არ ვართ ამისთვის. ცუდი ის არის, რომ ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი ჯერ კიდე თამაშობს იმ ეგრეთ წოდებული ტრადიციებით და ყოველ შემთხვევაში ის დანარჩენი 3 კანდიდატი არა იმიტომ რომ თქვენ აქ ხართ მაგიტომ ლაპარაკობ ამას ეს ესეა ძირითადად თამაშობს ამ ადამიანებში ამ ყველაფრით თუნდაც ეკლესია რომელიც არის ინფორმაცია რომ პირდაპირ კატეგორიული წინააღმდეგია თქვენი არჩევის პარლამენტში და მიდის ამაზე კულუარებში ლაპარაკი. უბრალოდ მე სამ რიტორიკულ კითხვას ჩვენ როგორ შეგვიძლია მოვახდინოთ ზეგავლენა ამ პროცესებზე და არის თუ არა არსებობს თუ არა რაღაც სერიოზული ბერკეტი, რომელიც გვაქვს ჩვენ იმ ადამიანებს, რომელიც თქვენ გიჭერთ მხარს სერიოზული ბერკეტი, არა ინფანტილური, რაც ჩვენ გვაქვს შეგვიძლია Facebook-ში გუშინ განცხადება გააკეთა ერთ-ერთმა, დაწერა ერთ-ერთმა ჩვენმა მეგობარმა ხელმოწერებს ვაგრუებთ სანამ პლენარული ხდომა იქნება და სახალხო დამცველის დამტკიცება რომ რაც შეიძლება ბევრი ხელმოწერა შევაგროვოთ რომ შემდეგ გადაუგზავნოთ ეს პარლამენტს მაგრამ მე ვთვლი რომ ეს არა სერიოზული თვალსაზრისით რომ ჩვენ მე დარწმუნებული ვარ რომ რაღაც 1000-ობით და 10000-ობით ხელმოწერას ვერ მოვაგრუებთ იმიტომ რომ უკვე ვიღაცაებმა 70000-მდე ხელმოწერა მაგროვს და ეს აბსურდი ეს რა ქვეყანაშიც დღეს ჩვენ ცხოვრობთ და მე რატომღაც მგონია მიუხედავად იმისა რომ მინდა რომ თქვენ იყოთ ჩვენი სახალხო დამცველი რომელიც იქნებით თითოეული ჩვენთანგანი სახალხო დამცველი რატომღაც მგონია რომ არც დიდი შანსი გააქვთ
რომ გახდეთ სახალხო დამცველი. სამწუხაროა, მაგრამ მე ესე მგონია და მე ვთვლი რომ დავშოთ არ გახდები თქვენ სახალხო დავშოთ შეიძლება არ გახდეთ თქვენ სახალხო დამცველი, მაგრამ უკვე გახდით გარკვეული საზოგადოებისთვის რაღაც ღირებულებების და რაღაც ღირსების რაღაც გარკვეული ტიპის სიმბოლო და ანუ უფრო თუ იმ შემთხვევაში თუ ვერ გახდით თქვენ სახალხო დამცველი უფრო აქტიური იქნებით თუ არა და უფრო მეტად გამოჩნდებით თუ არა ყველა იმ პრობლემებთან დაკავშირებით რაც ჩვენ გვაწუხებს და რაც ქართულ საზოგადოებაში არის. Okay. პირველ რიგში ბოლო კითხვიდან რომ დავიწყო, მე სულ ხუმრობ ხოლმე რომ მე ნამდვილად არ დავკარგავ საქართველოს მოქალაქეობას და არ წავალ ემიგრაციაში. და ეს იმას ნიშნავს, რომ რა თქმა უნდა გავაგრძელებ მუშაობას და რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებ რაც შემეძლება და ეს რაც თქვენ თქვით ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა. რაც შეეხება იმას ეკლესიის თემას და ტრადიციების თემას ზოგჯერ ფიქრობ ხოლმე რომ აი ძველ ტიკებში ახალ ღვინოს მართლა ვერ ჩაასხამ. ეს არის ის რაზეც მე სულ ფიქრობ, მაგრამ იცით რა მართლა არ მგონია ის რომ ესე დგას საკითხი. მე მართლა მგონია ის რომ ის ადამიანები, ის პოლიტიკოსები, რომლებსაც გონიათ ხალხი ბნელი, ისინი არიან დამნაშავეები. და ისინი უნდა იზიარებდნენ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ხალხი არ არის გათვითცნობიერებული რაღაც საკითხებში. იმიტომ რომ ყველა ჩვენი ნაბიჯი უნდა იყოს პრეცედენტი სხვისთვის, უნდა იყოს მაქსიმა სხვისთვის. თუ ჩვენ ვართ ეთიკური ადამიანები. მაგრამ ნუ იცით როგორც ხდება საქართველოში, ხომ? ადამიანების მოსახლეობის უმრავლესობის გრძნობებით მანიპულაცია გაცილებით უფრო ადვილია და ვიდრე მათში რაღაც განათლების შეტანა და ბოლოს და ბოლოს ეს განმანათლებლობაც არ ვიცი ხა შეიძლება გადაჭარბებულია საერთოდ ამ სიტყვის გამოყენებაც, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ყველა ჩვენთანგანს აქვს პასუხისმგებლობა ამაზე და არ დგას საერთოდ ისე საკითხი რომ ძველ ტიკებში ახალ ღვინოს ვერ ჩავასხამ, ტიკების გაფუჭდება და ღვინოც. მე ვფიქრობ რომ ტრადიციები მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ტრადიციებს. მაგრამ ნახეთ, აი ტრადიციების პატივისცემა რაში გამოიხატება და საერთოდ ტრადიციები რა არის? ტრადიციების შენარჩუნების მექანიზმი როგორი არის? მათი განახლება. სხვა მექანიზმი არ არსებობს ტრადიციების შენარჩუნებისა, თუ არა მათი განახლება, ხო? და მე ვამბობ იმას, რომ შეიძლება ჩაასხა ძველ ტიკებში ახალი ღვინო და განაახლო ის ტრადიცია და მე ვამბობ იმას, რომ ჩვენი ხალხი არ არის ბნელი და მე ვამბობ იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ვსწავლობთ, ყოველდღე ვსწავლობთ. და მე ამისი იმედი მაქვს. ეკლესიის როლს რაც შეეხება, აბსოლუტურად ეს ისევ უკავშირდება უმრავლესობა უმცირესობის თემას და საერთოდ დემოკრატიის საკითხს. მე ძალიან კარგად ვიცი, ძალიან სერიოზული პოლიტიკური ანალიტიკოსები ამბობენ ამას, რა იყო მაგალითად მიზეზი იმისა, თუ რატომ მოხდა ეს სრულება ჩვენს ქვეყანაში. ამაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ეკლესიამ. მრევლი არის ასევე ჩვენი საზოგადოების ნაწილი. მათ აქვთ რელიგიის თავისუფლება, როგორც უფლება გათვალისწინებული კონსტიტუციით და ეს უფლება უნდა იყოს დაცული. ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ერთის მხრივ ეს არ უნდა იყოს იგნორირებული, ეს ფაქტორი. ყველა ადამიანს აქვს რელიგიის თავისუფლება, რაც გულისხმობს იმას, რომ მას აქვს მისი რელიგიის თავისუფალი აღმსარებლობის უფლება, ბუნებრივია. ჩვენს ქვეყანაში არსებობს გარკვეული დისბალანსი, ხომ? იგივე კონსტიტუცია და კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული. მე ამას მიუხედავად იმისა, რომ აბრალებენ, რომ ცალსახად უარყოფითად ვაფასებ, მე არ შემიფასებია ეს არც უარყოფითად და არც დადებითად. ამას ვაფასებ როგორც რეალობას და როგორც კანონმორჩილი მოქალაქე პირველ რიგში. ამას ვაფასებ როგორც კონსტიტუციურ რეალობას. მაგრამ შენი ქვეყნის კონსტიტუცია ასევე ყველა სხვა ადამიანსაც აძლევს ამ რელიგიის თავისუფლებას, ანიჭებს ამ რელიგიის თავისუფლებას. და ყველა სხვა ადამიანის რელიგიის თავისუფლებას უნდა იყოს დაცული.
მაგრამ ესე მარტივად არ არის. ეს არ არის მხოლოდ კონსტიტუცია ქაღალდზე დაწერილი სიტყვები, ხომ? რეალურად ფაქტორი, რომელმაც იმუშავა ამ ცვლილებაში იყო ეკლესია, რეალურად გავლენა ეკლესიის არის ძალიან დიდი და რეალურად ის რომ მხარს არ მიჭერს ეკლესია მე ერთ კონკრეტულ ადამიანს, ეს არის სერიოზული საკითხი. მაგრამ ასევე უნდა განმაცხადო, რომ ეს პოზიცია ოფიციალურად არ გამოცხადებია საქართველოს საპატრიარქოს და მე იმედი მაქვს, რომ ეს ოფიციალური პოზიცია არ არის. მე იმიტომ რომ პირველ რიგში ვისი ინტერესიც მგონია კი ბატონო, მაგრამ ამისი უფლებაც პრინციპში კონკრეტულ ადამიანს აქვს, რომ ეს არის მისი გამოხატვის თავისუფლება, ეს არის მისი პრეფერენციის საკითხი, მას მოსწონს ის კანდიდატი, მას შეუძლია რომ მხარი დაუჭიროს ჩემი აზრით. მას აქვს ამისი უფლება. მე იმის თქმა მინდა რომ რა თქმა უნდა ვაცნობიერებ იმას, რა ძალა აქვს საქართველოს საპატრიარქოსთან, რა ძალა შეიძლება გქონდეს ამ მოსაზრებას, მაგრამ ამავე დროს ჩემთვის პირადად წარმოუდგენელია, რომ ერთმანეთს დავაპირისპირო ქრისტიანული მსოფლმხედველობა და ადამიანის უფლებები. იმიტომ რომ ადამიანის უფლებების წარმოშობაში ძალიან დიდი როლი აქვს შესრულებული ქრისტიანულ მსოფლმხედველობასაც. და მე უბრალოდ ჩემთვის ლოგიკურადაც გაუგებარია, როგორ შეიძლება უთანასწორობა დაუშვას ეკლესიამ, რომელიც სწორედაც პირველ რიგში უნდა აკეთებდეს ყველაფერს იმისათვის, რომ თანასწორობა იყოს უზრუნველყოფილი ადამიანებს შორის. ამიტომ ჩემთვის ამ დონეზეც ეს გაუგებარია და მიუღებელია და დაუჯერებელია. ჩემთვის განსაზღვრული იქნება მას მეტყვის მე პატრიარქი, როდესაც მიგდო გადაწყვეტილებას მიგდო იყო სახელმწიფო დამცველიდან. ბევრი გამარი სამწუხაროდ. კეთილი გამარჯობა მოგესალმებით სამ დარბას. მე გახლავთ ირაკლი მანებაძე, საინფორმაციო სააგენტოს პრესტიჟის მთავარი რედაქტორი, სწორედ სააგენტო, რომელიც გააცნობა საპატრიარქოს პოზიციასთან დაკავშირებით ინფორმაცია. პირველ რიგში უცხოელად უჯერა რომ საქართველოს მიაღწევს წარმატებას და აქ მინდა დავძინო რომ იმ 100-ზე მეტ ორგანიზაციას შორის რომელმაც ხელმოაწერო თავი დაუჭირა თანამედროვე ჩემს კანდიდატურას და ძალიან მცირე ნაწილია ჩემს სამწუხაროდ მედიის წარმომადგენლები არის ერთ-ერთი პლუსი აი ხარ შემიძლია და მომავალში ვიცავრა საფუძველი სწორი არჩევანი გააკეთეთ ეს ამ შემთხვევაში მე კონკრეტულად მინდა ძალიან მცირე ჩემი მოსაზრება რომ ეს ახალი ხელისუფლების რეალურად გამოსვლა და ძალიან სერიოზული გამოსვლა და მე როგორც ჟურნალისტი თავის ყოველ წუთი რეჟიმში რა იქნება ამის შედეგი და ვფიქრობ რომ სწორედ ამ ხელისუფლებამ რომელიც ახლა მოვიდა უმრავლესობით უნდა ამ გადაწყვეტილებით რომელსაც მიიღებენ ეს სახელმწიფოს არჩევასთან დაკავშირებით ხაზი უნდა გაუსვათ სამსახად ჩვენ ნამდვილად მივიდეთ თუ არა ევროპული დირექტივებისკენ და ადამიანის უფლებებისკენ ახლა მე უშუალოდ თავს მინდა ვკითხო ჩვენ სერიოზული პრობლემა გვაქვს საზოგადოებაში თქვენ წარმოიდგინეთ თბილისში არის სერიოზული პრობლემა ისე უმცირესობების მიმართ აგრესიისა რაც მე ვთვლი რომ გამოწვეულია განათლების არქივი და სახალხო დამცველის თავაში რომ აღარაფერს ვაპარაკობ რეგიონებზე, იმიტომ რომ შეიძლება უფრო ნაკლები იყოს აგრესია უმცირესობების მიმართ. მე მიკრის საერთოდ თბილისში რატოა ესეთი აგრესია, როცა ეს ქალაქი არის მრავალეთნიკური ძალიან დიდი ხანია. თუმცა ეს აგრესია არის და რეგიონებშიც ალბათ ჩემზე კარგად იცით ბევრმა რომ არის ძალიან სერიოზული პრობლემა ეთნიკური რელიგიური მithumetes სექსუალური უმცირესობების მიმართ და მე მაინტერესებს სახალხო დამცველის კანდიდატისგან ამ შემთხვევაში სახალხო დამცველის პირდაპირ ფუნქცია არის საზოგადოებაში გარკვეული ასე ვთქვათ საგანმანათლებლო ფუნქცია შეიტანოს იგივე უმცირესობების თვალსაზრისით და მე
უცხოელად მინდა ყველა სახალხო დამცველთა ტერიტორიიდან დაწყებული, როგორც ჟურნალისტი მიტანაშრომლია, არც ერთ სახალხო დამცველის ოფისს არაფერი დაუკეთებია, თუ არ ჩავქმნით ფაზე მინდიაშვილის ორგანიზაცია, ყოველთვის ცენტრს, ისინი ძალიან მცირე ოდენობით, თუმცა ესეთი მასშტაბური სამუშაო მე არ მახსოვს, რომ რეგიონში გაეკეთებია სახალხო დამცველის ოფისს და აეხსნა იმაში რაჭაში, სოფელ ნიკორწმინდაში, დიჟაზე დამდგარი რამდენიმე ადამიანისთვის, რომ თქვათ იგივე რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი შემიტევი არ არის და არც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი გივარდება სახლში და საწოლში. ანუ ეს ფუნქცია რამდენად იქნება თქვენი სახალხო დამცველის არჩევის შემთხვევაში, ასე ვთქვათ, კარგად გააზრებული და ამაზე თუ იმუშავოთ სერიოზულად, უფრო მეტი სინათლე შეიტანოთ საზოგადოებაში და გვარდიას. სახალხო დამცველს ორგანული კანონის თანახმად აქვს საშუალება, რომ ეს ფუნქცია განახორციელოს, აბსოლუტურად მართალი ხართ. ანუ ადამიანის უფლებების სფეროში განათლების ასე სინათლის შეტანის ასე ვთქვათ შესაძლებლობას აძლევს მას კანონი. მაგრამ ახლა საქმე რაშია? ეს არ იქნება საკმარისი. მაინც ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გქონდეს სხვა ინსტრუმენტებიც, მაგალითად იგივე სამოქალაქო განათლება, იცით რომ ისწავლება სკოლებში, მაგრამ როგორც ჩანს ეს არ არის მაინც საკმარისი. მოკლედ იმის თქმავიდან, რომ მე სულ ვიმეორებ მაგალითად, რომ სახალხო დამცველის ეფექტურობას ძალიან მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ის, თუ რამდენად ქვეყანაში მაგალითად არსებობს ხელისუფლების შტოთა ბალანსი. რამდენად არსებობს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო და ჩვენ ესეთი სასამართლო არ გვყოლია. ჩვენ გვყავდა ძალიან მკაცრად ცენტრალიზებული აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემა, აბსოლუტურად მოშლილი საკანონმდებლო კონტროლი და აბსოლუტურად არარსებული დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო. აი ამ რეალობაში სახალხო დამცველის საქმიანობა იყო იმდენად ეფექტური, რამდენადაც შეიძლებოდა ყოფილიყო საერთოდ. ამიტომაც იყო, რომ ბევრი გაღიზიანა სხვათა შორის ამაზეც, რომ რატომ შევაფასე წინა მორბედი სახალხო დამცველების საქმიანობა კარგად. იმიტომ რომ შეფასება არასდროს არ იქნება ობიექტური, თუ ის არ დაემყარა კონტექსტს და ბევრ სხვა გარემოებას, რაშიც რაიმე მექანიზმს უხდებოდა ფუნქციონირება. და მე ვამბობ იმას, რომ იმ ნაწილში, რომ ანგარიშები როგორ ასე ვთქვათ იწერებოდა და როგორ აისახებოდა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები, ყველაფერი იყო ნორმალურად, ხოლო დანარჩენ ნაწილში, როცა საკანონმდებლო კონტროლი არის მთლიანად მოშლილი და დეპუტატები დარბაზშიც კი არ სხედან ანგარიშის მოსასმენად, ბუნებრივია ეს ვერ იქნებოდა ეფექტური. ამიტომ ამ კონტექსტზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული და იგი ზუსტად იგივე ეხება განათლებასაც. სახალხო დამცველი თქვენ ისე რომ ჩვენ გვაქვს მონოკრატიული სისტემა და ერთი ადამიანია, ხო, ომბუდსმენი, მაგრამ ყავს მას აპარატი. კარგი, რამდენი შეიძლება იყოს ეს ადამიანი? 65 ადამიანია სულ. რამდენი უნდა შეძლოს, რამდენის გაკეთება უნდა შეძლოს 65 ადამიანმა ქვეყანაში? თუ მას ხელი არ შეუძლია და ამ დროს გვაქვს სკოლა, მე მგონი 3000-მდე, ზუსტად არ ვიცი რაოდენობა სკოლების. და ეს უნდა იყოს ზოგჯერ უბრალოდ არის რაღაც საკითხები არის უბრალოდ აი პოლიტიკის საკითხი. ანუ იგივე მაგალითად სოციალურ დაცვაზე რო საუბრობთ, ხო? ვლაპარაკობთ ხანდაზმულებზე, უსახლკაროებზე, იძულებით გადაადგილებულ პირებზე, ბავშვებზე, ქალებზე. ბევრი რაღაცა დამოკიდებული იქნება ზუსტად იმაზე, როგორ დააფინანსებს სახელმწიფო ამას და რა პოლიტიკას და სტრატეგიას შეიმუშავებს ამ ხალხთან დაკავშირებით. ზუსტად ასე იქნება განათლების საკითხებზეც. ბევრი რაღაც იქნება დამოკიდებული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროზე და მის პოლიტიკაზე. და ზოგად საგანმანათლებლო, ასე ვთქვათ, მიზნებზე, რაც ჩვენ გვაგვეშინია და ჩვენ კი გვაქვს სამოქალაქო განათლება როგორც პრიორიტეტი. მაგრამ იქნებ ეს უნდა გადაისინჯოს და იქნებ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და იქნებ ბოლოს და ბოლოს იგივე ის ელეანორ რუზველტი ბევრჯერ ვახსენე დღეს. ელეანორ რუზველტი ამბობდა სხვათა შორის ამასაც, რომ ადამიანის უფლებები იწყება საკუთარ სახლში, საკუთარ ოჯახში. და ჩვენ როგორც საზოგადოება ზუსტად ეს უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ პირადად პასუხისმგებლობა გვაქვს ამაზე. ამიტომ პასუხი არის ასეთი.
უნდა გააკეთოს, რა თქმა უნდა, უნდა გააქტიუროს სახალხო-დამცველი აუცილებლად, მაგრამ იმ რესურსების პირობებში, რაც მას აქვს, იმ რესურსების პირობებში, რაც მას აქვს და პირველადი ფუნქცია შენ იცი, რომ განათლება კი არ არის, არამედ ადამიანის უფლებათა დაცვაზე ზედამხედველობა. სახალხო-დამცველს არ უნდა მოუთხოვოთ ამაზე პასუხი. არამედ უნდა მოუთხოვოთ, უნდა მოვითხოვოთ მთელი პოლიტიკის გადახედვა სახელმწიფოსი ამ სფეროში. ისმენთ. ამ შემთხვევაში მე როგორც ჩემს საკუთარი შეკითხვა, მაგრამ შემთხვევაში გაგაცნობთ ერთ-ერთი იუზერის შეკითხვას. რომელიც ამბობდა, რომ თქვენი ორგანიზაციის აქტუალიზებული წარმოადგენა არსებობს პრიორიტეტული შეკვეთილი საკითხები და რომ ეს ორგანიზაცია რა ორგანიზაციაზე საუბრობთ? არის მუშაობს სულ პრიორიტეტებზე. და ამან ასე დაასაბუთა თავს მოსაზრება, რომ მუდმივად თქვენ აქცენტს აკეთებთ ძალიან იმავე საკითხზე, საერთაშორისო საკითხზე, როგორც არის სექსუალური უმცირესობები, გენერის სექსუალური უმცირესობები გასაუბრა. და სამაგიეროდ, როდესაც საქართველოში იახებოდა შრომის და უმუშევრობის დაცვის უფლებები, გადაგიფიქსირებიათ საქართველოში და არაფერი გამიკეთებიათ ამასთან დაკავშირებით და საერთოდ არაფერი თქვა ამ კონფლიქტზე. არ შეგიძლია ვთქვათ ამ ადამიანის კონტრაქტში. თუ შეიძლება თუ თქვენი სახელი უკაცრავ? კი ბატონო. პირველ რიგში მე ამ ორგანიზაციას არ წარმოვადგენ სოფო. მე ახალგაზრდა ევრის ასოციაციაში 2010 წლის შემდეგ აღარ მუშაობ. შესაბამისად, ამ შემთხვევაში მე არ წარმოვადგენ ახალგაზრდა ევრის ასოციაციას, ეს უბრალოდ ინფორმაციისთვის. თუმცა ახალგაზრდა ევრის ასოციაცია იყო ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელმაც ჩემი ნომინაცია გააკეთა, ესე ვთქვათ. მე მუშაობდი ამ ორგანიზაციაში 6 წლის განმავლობაში სრულ შტატზე, ვიყავი ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრიც 2 წლის განმავლობაში და რა თქმა უნდა, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ასეთ კითხვებს პასუხი გავცემ. პირველ რიგში ძალიან მწუხარ, რომ ასეთი კითხვები ისმევა და იცით რატო მწუხარ, იმიტომ რომ ზოგჯერ ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება. მე არც ერთი წლის სწავლული კომენტარი არ მაღიზიანებს, რა თქმა უნდა. კი ბატონო, და სოფო სიამოვნებით უპასუხებ, რა თქმა უნდა. მაგრამ აი ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ. ერთხელ რომელიღაც ეთერში ვიყავი, აღარ მახსოვს და სახში რომ მივიდოდი უბრალოდ ჩავჯიქი ტაქსიში და ვიღაცამ დამირეკა, უყვებოდი ახალგაზრდა ევრის ასოციაციაზე, როგორი თავდასხმები იყო ამ ეთერში და რომ მოვჭი საუბარს, ტაქსის მძღოლი მეკითხება, რა უნდათ ახალგაზრდა ევრის ასოციაციისგან. და ვეუნები, მოუყევი როგორც შემეძლო, იმიტომ რომ მთელი ამ ისტორიის მოყვა არ შემეძლო და თან არც იმის თქმა არ შემეძლო, რომ აი ხა იცით რა ეხა პირდაპირ ეთერში ვიყავი საიდან სადღაც და იქიდან მოვდივარ და ბოლოს ტაქსის მძღოლის მოსაზრებებიც წინასწარმეტყველებას არ შემეძლო და მაინც უსაფრთხოდ არ ვზნებ ხოლმე თავს ახლა თუ ვიღაცას იეღოვას მოწმე მგონი ვარ ან სექსუალური უმცირესობების დამცველი და თან მას მკვეთრად უარყოფითი პოზიცია აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით მე ფიზიკური უსაფრთხოების რაღაც ინტერესი მაქვს ბუნებრივია იმიტომ რომ ზოგჯერ უსაფრთხოების საკითხიც დგას ჩვენს საზოგადოებაში და ეს ასეა რა და როცა უთხარი რაშიც იყო საქმე მითხრა რომ მოგიყვა ისტორია. ეს ადამიანი იყო კასპის რაიონიდან, მისი შვილი დააკავეს უკანონოდ და როგორ იბრძოდა ახალგაზრდა ევრის ასოციაციის ადვოკატი მასთან ერთად ამ წლების მანძილზე და ეს ადამიანი იყო და ის თავისი შვილი სხვადასხვის ზუსტად იმ დღეებში უნდა გათავისუფლებულიყო და ეს ადამიანი მიყვებოდა იმას არ ვიცი რა თქმა უნდა ძალიან კმაყოფილი იყო იმით როგორც დაეხმარება, მაგრამ მიყვებოდა იმას თუ როგორ ასე ვთქვათ, როგორ დახმარება გაუწიეს და სრულად გაოგნებული იყო იმით რომ ამ ორგანიზაციის მიმართ ასეთი პრეტენზიები ისმის. მაგრამ ეხლა ნახეთ რაშია საქმე სოფო. მე ვმუშაობდი ამ ორგანიზაციაში. მე ვიცი იქ როგორი ხალხი მუშაობს.
და პირიქით რომ ყოფილიყო ტაქსის მძღოლს რომ ტაქსის მძღოლი რომ დათანხმებოდა ამ ბრალდებებს და ეთქვა რომ იცი რა საშინელი ორგანიზაცია ხარ და არაფერს აკეთებ. მე ვიცი რომ უკლებლივ ყველა ადამიანი მძღოლის ჩათვლითაც კი მძღოლის ჩათვლით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აუცილებლად ინერვიულებდა ამაზე და აუცილებლად დაიწყებდა გამოკვლევას თუ რა იყო იმისი მიზეზი რომ ვერ დავეხმარეთ კონკრეტულ ადამიანებს. ეს არის ორგანიზაცია რომელსაც ყოველთვის იყო პრიორიტეტი ადამიანი. ეს ორგანიზაცია ეხმარება ათასობით სოციალურად დაუცველ პირს რომელსაც არ აქვს საშუალება დაიქირავოს ადვოკატით და უფასოდ უწევს იურიდიულ კონსულტაციებს. მიჰყვება სასამართლოში და მიჰყვება ბოლო ასე ვთქვათ წერტილამდე და იყენებს ყველა ზომას იმისათვის რომ ყველა კანონიერ ზომას ბუნებრივია იმისათვის რომ ამ ადამიანების ინტერესები იყოს დაცული. ეს არის 100,000-ობით ადამიანი, ვისაც უსარგებლია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით და ეხლაც შეგიძლიათ ხვალვე მიხვიდეთ და ნახოთ იურიდიული დახმარების ცენტრში როგორი რიგები დგას. და ხალხი რომ არ ენდობოდეს და ხალხს რომ არ ჭირდებოდეს ეს დახმარება, ბუნებრივია ეს რიგები იქ არ იქნებოდა. მაგრამ არა გადავალ ამ საკითხზე, არ დამიწყებია ნამდვილად. რაც შეეხება პრიორიტეტებს და შეკვეთილ პრიორიტეტებს, მე ცოტა ფრთხილად გამოვიყენებდი ამ სიტყვას, იმიტომ რომ არ არსებობს შეკვეთილი პრიორიტეტი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ისეთივე პატრიოტები მუშაობენ, როგორიც ალბათ თქვენ ხართ, ხომ? ამ ქვეყნის პატრიოტები და ის რომ უცხოური გრანტების ჭამაში და რაღაცა შეკვეთაში ადანაშაულებენ ამ ადამიანებს, მე მაგალითად ამაზე ძალიან ნერვიულობ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხალხი ძალიან ნერვიულობს ამაზე. იმიტომ რომ არაფერი დაუშავებიათ გარდა იმისა, რომ აკეთებენ საქმეს პირუთვნელად და ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პროფესიონალი და ყველაზე კომპეტენტური ორგანიზაციაა სამართლებრივ სფეროში. ამიტომ არანაირი შეკვეთილი პრიორიტეტები არ არსებობს და სხვათა შორის ეს უბრალოდ თქვენ რო იცოდეთ სექსუალური უმცირესობების შესახებ არც ერთი პროექტი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას არ ქონია ყოველ შემთხვევაში მე რაც ვიცი და მე რაც მახსოვს. ამიტომ ტექნიკურადაც კი ეს არ არის სიმართლე. პროექტიც კი არ ქონია ასეთი და სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი მოვა თუ სოციალურად დაუცველი თუ ქალი თუ ვინ არ მას მნიშვნელობა არ აქვს იურიდიული დახმარების ცენტრისთვის იურიდიული დახმარების ცენტრი, იმიტომ არის იურიდიული დახმარების ცენტრი, რომ დისკრიმინაციისგან დაიცვას ადამიანები და დაიცვას ის ადამიანები, ვისაც საკუთარი თავის დაცვის უნარი არ გააჩნია და თვითონ არ გააკეთოს ეს დისკრიმინაცია. არა, როგორ არა, ძალიან გთხოვთ ეს არ დააბრალოთ. არა, გთხოვთ რომ ამ დარბაზში მაინც ნუ იქნება ასეთი დისკუსია. მათესა ვიგნება. კი ბატონო, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ კი ბატონო. ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება, ყველა შეკითხვა შეიძლება დაისვას. ეთიკურობაზე შეკითხების ავტორებმა იდარდან, ხომ? და პასუხებს რაც შეეხება, აი გაგცემთ პასუხს შრომის უფლებასთან დაკავშირებით, მე მგონი ეს არის ერთადერთი საკითხი, რომელიც დაგვრჩა, ხომ? შრომის უფლებას რაც შეეხება, თქვენიც რა მდგომარეობა აქვს ქვეყანაში ამ თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც მიიღო პარლამენტმა, რომელიც არის იმდენად ლიბერალური ბრჭყალებში, რომ დამსაქმებელს ყველანაირი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს, ხოლო დასაქმებულის მონური შრომაც კი შესაძლებელია პრაქტიკულად. ეს არის საკანონმდებლო ჩარჩო, რაც გვაქვს. ამის წინააღმდეგ თავის დროზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ იბრძოლა და მე ვარ ამისი მოწმე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია რა რეკომენდაციებსაც აძლევდა პარლამენტს, რომ გაეთვალისწინებინა, ის რეკომენდაციები არ გათვალისწინებულა. ანუ თავის დროზეც, როდესაც ესეთი შრომის კანონი იქნა მიღებული, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იყო ჩართული და იყო კრიტიკული. მაგრამ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არის ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და მისი გავლენა არის ზუსტად იმ ხელან, ამ ხელას შეიძლება ქონდეს ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, ხო ასეა? და შესაბამისად, სამწუხაროდ აქ საკანონმდებლო პროცესში თქვენ იცით როგორი იყო ეს პროცესი და როგორ მიმდინარეობდა, ამაზე თუ გნებოთ ვილაპარაკოთ და სპეციალურობით ვისაუბრებ ამაზე. მაგრამ აქ ვერანაირი გავლენა ვერ მოახდინა. და ვერავინ ვერ მოახდინეთ გავლენა, ხო? ვერც თქვენ, ვერც მე ვერ მოახდინეთ გავლენა. ეს კანონი იქნა მიღებული, ეს კანონი ადამიანებს აძლევს საშუალებას იმისა, რომ მოხდეს ადამიანების დისკრიმინაცია სამუშაო ადგილზე, მოხდეს
ჰქონდეთ არანორმირებული სამუშაო გრაფიკი და ისეთი ანაზღაურება, რომელიც არ არის შესაბამისი. ყველაფერი ანუ ეს დარჩეს აბსოლუტურად კერძო ურთიერთობის საგნად და ამ კერძო ურთიერთობაში სახელმწიფო არანაირ როლს არ ასრულებს და შესაბამისად ვერავინ ვერ ზემოქმედებს და პროფკავშირების როლიც თქვენ იცით როგორი არის და შესაბამისად ნუ ეს არის სამართლებრივი ჩარჩო, რაც არის ძალიან მძიმე, რაზე გავლენაც ვერ მოახდინეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ხოლო რაც შეეხება შრომითი უფლებების დაცვას, ის ადამიანები, რომლებიც მოდიან იურიდიული დახმარების ცენტრში ამ ორგანიზაციაში, ზოგ შემთხვევაში მათი შრომის უფლება არის დარღვეული და ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში ისინი იღებენ უფასო სამართლებრივ კონსულტაციას და უფასო სამართლებრივ დახმარებას ადმინისტრაციულ ორგანოებთან და სასამართლოში. ამიტომ უამრავი ასეთი საქმე ქონია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, როდესაც კონკრეტული ადამიანების შრომითი უფლებები ყოფილა დარღვეული და როდესაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატები დაყოლიან ამ ადამიანებს სასამართლოში და დახმარებიან მათ. ამიტომ ესეც სამწუხაროდ არ შეესაბამება სინამდვილეს. ანუ პრიორიტეტი ნამდვილად იყო ეს უფლება, ისევ როგორც იყო ყველა უფლება, რაც შეიძლება დარღვეოდათ ადამიანებს და ყველა ის ადამიანი, რომელიც მივიდა ამ ორგანიზაციაში დახმარების მისაღებად, მიიღო დახმარება. მათ გაუწიეს ის დახმარება, რისი გაწევაც შეეძლოთ. Iată, საზოგადოებას მიდის ამის მოქმედება, თქვათ, რომდიარია თორემ აი სექსუალური ურთიერთობისა და რეპროდუქციის. საერთოდ მაინტერესებს, ხო ჯობია ზოგადად საზოგადოებამ გაიგოს, რომ ეს ახალ დამცველი ჩემი არცეთ უბრალოდ და პროცესულად და რეალური ბერკეტები და ქმედებები არ აქვს არანაირი უფლებების დაცვა. ჩვენ საუბრობთ პატიმრების უფლებებზე, თუნდაც რომელიც თვითონ ვიცავთ და არ განეშებში იწერებოდა, მაგრამ სანამ არ გავიდა სააშკაროზე არ გავიდა და არანაირი რეაგირება არ ხდება. პორტფიო უბრალოდ საუბარია ჯერ ამაზე რომ ვიდროს დაიწყო და ამაზე თქვა ვიდროს. რეალურად ხონდა დაიწყო თავად საქართველოს აპარატის მედიკაციის შეება, თუნდაც ნამდვილად დაცვა ამ უფლებებს. შემდგომ დავწერთ საუბარი არჩევნის გაკეთება, რომელიც სახელმწიფო დამცველი გადაეცა და თქვა რომელიც პრიორიტეტს მიიღებს. საერთოდ მეორე პრიორიტეტი აღარ დაწყებოდა. მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ ხაზი გამოსვა, რომ როგორც არ უნდა ვისაუბროთ, ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ ტრადიციული სხვა მეტოდებების საზოგადოებაში, ხოლო სახელმწიფო დამცველი ამ მეტოდებებს ვერ შეესაბამება. ამას თავადები ჭირდება და ძალიან დიდი თუნდაც საგარეო როგორც სამოქალაქო განათლება, ალბათ თავიდან თავადებში ჭირდება ამაზე ჩაება. აქედან კონკრეტულად ჯობია ვისაუბროთ სახელმწიფო დამცველს მიენიჭებს კონკრეტული უფლებები, რომ მართლაც არის. და თუ მიენიჭება ეს კონკრეტული ფუნქციები და ბერკეტები თუ ექნება, ამას თავადები აღარ დაჭირდება? თავადები ყოველგვარში დაჭირდება. ეს ძალიან აპრიორიულია ხოლმე ამაზე. რო არის გადაწყვეტილების საკითხი და რეალური ბერკეტები და სახელმწიფო დამცველს ნამდვილად სამართლებრივი კი. ეს არის ძალიან კარგი კითხვა და აბსოლუტურად რეალური კითხვა. მაგრამ სანამ პასუხს გავცემდე, მე მგონი რაღაც შესავალი რო გავაკეთო, კარგი იქნება. სახელმწიფო დამცველის ასე ვთქვათ, ინსტიტუტი სხვადასხვაგვარია სხვადასხვა ქვეყანაში. და ყოველთვის სპეციფიკა დამოკიდებულია იმ ქვეყნის სამართლებრივ სისტემაზე. თავის დროზე, როცა სახელმწიფო დამცველის ინსტიტუტი საქართველოში ჩამოყალიბდა, ეს მოხდა 1995 წელს, იმიტომ რომ საქართველოს კონსტიტუციამ გაითვალისწინა, ნუ შემდეგში 96 წელს უკვე მივიღეთ ორგანული კანონი სახელმწიფო დამცველის შესახებ. და თავის დროზე, ანუ 95 წელს, რაც გადაწყვიტეს ჩვენმა დამფუძნებელმა მამებმა, ეს იყო სახელმწიფო დამცველის ინსტიტუტი, რომელიც იქნებოდა მაკონტროლებელი ინსტიტუტი. კი, ამას და კონტროლსაც გააჩნია. ჩვენ რა კონტროლის მექანიზმიც გვაქვს, ეს არის soft control, რასაც ქვია. ანუ უკვე არსებობს რაღაც რეალობა და post-factum რეაგირებ და რეკომენდაციას უწევ ადმინისტრაციულ ორგანოებს სახელმწიფო და ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებას. და ასევე მეორე სპეციფიური ნიშანი, რაც გააჩნია ჩვენი სახელმწიფო დამცველის ინსტიტუტს, არის ის, რომ ეს არის მონოკრატიული სისტემა. ანუ არის ერთი ადამიანი. სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა კატეგორიის უფლებებზე ცალსაკეო ომბუდსმენები არსებობს და დაშლილია ეს სისტემა.
და ესეც არის ზოგჯერ სამართლებრივი გემოვნების საკითხი, ზოგჯერ პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანი, რაც გნებავთ ის უწოდეთ, მაგრამ 95 წელს როგორი ინსტიტუტიც გაითვალისწინა ჩვენმა კონსტიტუციამ, ეს იყო ასეთი ინსტიტუტი, მონოკრატიული სისტემა, ანუ ერთი ადამიანი, რა თქმა უნდა, თავისი აპარატით, ბევრს გონია, რომ ერთი ადამიანი წერდა ამ ანგარიშებსაც, მაგრამ არ წერდა ეს ერთი ადამიანი, წერდა თავისი აპარატით. და მეორე ეს არის მაკონტროლებელი და არა გამომძიებელი. ახლა საქმე ნახეთ რაშია. თუკი ჩვენ როგორც ქვეყანა გადავწყვეტთ იმას, რომ ჩვენ არ გვჭირდება მხოლოდ კონტროლი და ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო, რომელიც ჩაერევა ასევე გამოძიებაში, ჩვენ შეგვიძლია ეს ასე ვთქვათ, გადავსინჯოთ. მაგრამ ეს უნდა იყოს ხანგრძლივი პროცესი, ეს უნდა იყოს ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის საგანი. და იმიტომ რომ ეს ბოლოს და ბოლოს ითხოვს კონსტიტუციის შესწორებასაც, ხომ? იმიტომ რომ კონსტიტუციაში ჩვენ რაც გვიწერია, ეს არის ის, რომ ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს. და ზედამხედველობა არ ნიშნავს ჩარევას და არ ნიშნავს გამოძიებას ან სასამართლოს ფუნქციის აღებას. და თქვენ იცით რა მნიშვნელოვანი შეცდომები დაუშვა წინა ხელისუფლებამ თავიდანვე. ეს იყო ის, რომ კონსტიტუციას როცა უნდა და მაშინ როგორც რიგით კანონს ისე ეპყრობოდა და როცა უნდა და მაშინ ცვლიდა. რაც არ იყო სწორი, ხო? არავის არ მოგწონდა და განსაკუთრებით ეს არ მოგწონდა იურისტებს. იმიტომ რომ კონსტიტუციის პატივისცემა იცით როდის იწყება? სინამდვილეში კონსტიტუციის წაკითხვა არაფერს ნიშნავს. კონსტიტუციის პატივისცემითვე იწყება მისი პატივისცემა, აი იმის თქმა უნდა, შეიძლება უცნაურად ჟღერდეს. მაგრამ და როდესაც იმას ყოველ თვეში ვცვლით და ყოველგვარი საზოგადოებრივი დისკუსიების გარეშე, ყოველგვარი გააზრების გარეშე, ეს პირველ რიგში ნიშნავს უპატივცემულობას ზუსტად და ჩვენ ეს აღარ გვინდა. ამიტომ ის საკითხი უნდა შეიცვალოს თუ არა ინსტიტუტი იმდაგვარად, ინსტიტუტის ფუნქციები იმდაგვარად, რომ ზედამხედველობიდან გადავიდეთ მაგალითად გამოძიების ფუნქციაზე, ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ითხოვს უფრო მეტ დროს და უფრო ფართო საზოგადოებრივ დისკუსიებს. მაგრამ თქვენ გაინტერესებთ ჩემი აზრი ამაზე, ხომ? და მე არ ნამდვილად არ ვცდილობ, რომ თავი ავარიდო ამ კითხვას ამ შესავლით. არა, უბრალოდ იმას გეუბნებით, რომ პროცესს აქვს ძალიან მნიშვნელობა და ამას უბრალოდ ხაზს უსვავ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მოლოდინები არსებობს, მე თქვენ აბსოლუტურად გეთანხმებით თქვენ შეფასებაში, რომ ბოლოს და ბოლოს ანგარიშებში შეიძლება ეს არაადამიანური მოყრობის ფაქტებიც აისახებოდა საშინაოსნობით დაწესებულებებში, მაგრამ ამან არაფერი არ შეცვალა და ხوار უნდა გადავსინჯოთ ეს საკითხი და ახალი ბერკეტები ხوار უნდა მივანიჭოთ. მე გეთანხმებით შეფასებაშიც და კითხვის დასმაშიც. და მე მიმაჩნია, რომ ეს არის ლეგიტიმური კითხვა, მაგრამ მე პირადად არ ვფიქრობ იმას, რომ ახალი ბერკეტების მინიჭება არის გამოსავალი. და იცით რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ამითი გვინდა არ გვინდა რეალურ პრობლემაზე ვხუჭავთ თვალს. რეალური პრობლემა რა იყო? რეალური პრობლემა ის იყო, რომ სასამართლო არ არსებობდა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. რეალური პრობლემა ის იყო, რომ არანაირი ბალანსი არ არსებობდა ხელისუფლებას შორის. პრაქტიკულად ერთი სახელმწიფო შტო ქონდა, როგორც ეს იქნებოდა წარმატებულად დაუშვათ მონარქიაში, ხომ? სადაც აკუმულირებულია ნებისმიერი ძალაუფლება ერთ ხელში, მეფეში. თქვენ ფიქრობთ, რომ ისევ ესეთი სახელმწიფო გვექნება? ძალიან რა თქმა უნდა, არის გაუცნობელი საფეხბურთო და ჩემი გერმანული შესაძლებლობა და თავისუფლება. მაგრამ როცა ეს ინფორმაცია გასწრების სახელმწიფოების გარდამავალ პერიოდში ამ დეკაბერზე შეჭება, თუნდაც საფეხბურთო ნამდვილად ეს შეგვიძლია. არაფერს ანგარიშებს, როგორც იწერება, ну არანაირ იწერებოდა კარგად ეს შეფასებები, მაგრამ შეიძლება ახლა აუცილებლად როგორ აიძულებს პარლამენტარის ლობის მიერ და მოახდინონ ლეგიტიმური თითოეული ფაქტი, რაც თქვენ ანგარიშებში თქვენ ასე. ისევ თქვენ კითხავს, რომ დაუბრუნდეთ ამ ეტაპზე, ზუსტად ამ ეტაპზე გვჭირდება თუ არა, ასეთი ტიპის სახელმწიფო, მე არ ვიქნებოდი ასეთი თავდაჯერებული, რომ ამ ეტაპზე გვჭირდება ასეთი სახელმწიფო.
არა, გეტყვით ახლავე რას გულისხმობ. აი, გეტყვით ახლავე რას გულისხმობ და მართლა ვფიქრობ მეც ამაზე, იმიტომ რომ თქვენ რა ხართ პირველი სხვადასხვა მაგალითად იმასაც ამბობენ რომ ამ ეტაპზე იქნებ ის გვჭირდება რომ სახელმწიფოს ინსტიტუტი დაიშალოს, ანუ მონოკრატიული სისტემიდან გადავიდეთ ასე ვთქვათ უფრო იმაზე რაც პრინციპში ბევრ ქვეყანა ისეთ მოდელზე რომელიც პრინციპში ბევრ ქვეყანაში არის, რომ აი ბევრი სახელმწიფო ყავდეს სხვადასხვა სფეროებში. აი მე პირიქით ვფიქრობ. მე ვფიქრობ რომ ამ ეტაპზე ზუსტად გვჭირდება ძლიერი სახელმწიფო რომელიც და თუ დაიშლება ეს ინსტიტუტი ნაწილმამრავლებლად ეს დაასუსტებს ამის. მაგრამ აი ორივე აზრს აქვს არსებობის უფლება. ორივე აზრი არის ვალიდური აბსოლუტურად. ამაზე უნდა იყოს დისკუსია და ამაზე ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ. მაგრამ მე ზუსტად პირიქით ვფიქრობ. მე ვფიქრობ რომ ამ ეტაპზე დაასუსტებს ამ ინსტიტუტს ის რომ ის დაიშალოს და დაასუსტებს ამ ინსტიტუტს ისიც რომ მას მიენიჭოს მაგალითად გამოძიებაში ჩარევის უფლებაც და გეტყვით ახლა რას გულისხმობ. მაგალითად და არა მხოლოდ ამ ინსტიტუტს დაასუსტებს და ამ ინსტიტუტს დააზარალებს ეს სხვათა შორის. იმიტომ რომ სახელმწიფო მაგალითად რეაგირებს ისეთ სასამართლო საქმეებზე, რომელზეც უკვე არის კანონიერ ზალაში შესული გადაწყვეტილება. ანუ სახელმწიფო მართლმსაჯულებაში არ ერევა. იყო დრო, როცა კანონით ამისი უფლება არ ქონია არასოდეს, მაგრამ სუპირველი სახელმწიფო ამას პრინციპში ითხოვდა ხოლმე. როგორც მე ვიცი, ასე ვთქვათ, მაშინდელი მოსამართლეებისგან. არ ვიცი, შეიძლება ინერციით ხდებოდა, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ საბჭოური სამართლებრივი სისტემა იყო ესეთი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების უფლება ჰქონდა ნებისმიერ დროს. ეხლა მაგალითად ბოლოს მე სადაც მუშაობდი იყო უკრაინა და უკრაინის კანონმდებლობაც იცნობს ისეთ ინსტიტუტს, როგორიც არის მაგალითად სასამართლო შეცდომა. და ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მექანიზმით შეგიძლია ნებისმიერ დროს განაახო წარმოება საქმეზე და პრაქტიკულად მართლმსაჯულების განხორციელება ეჭქვეშ დგება რა, იმიტომ რომ ვერასოდეს ვერ სრულდება. იმიტომ რომ აი სასამართლო შეცდომის გამო ნებისმიერ დროს შეგიძლია განაახლო. პირველი ეს რა რისკიც არის მაგალითად აქ რომ სახელმწიფო ჩაერიოს მართლმსაჯულებაში არის ის რომ მართლმსაჯულება შეიძლება ვეღარასოდეს ვეღარ აღსრულდეს. ეს არის რისკი. და მეორე არსებობს კიდევ გარდა იმისა რომ სახელმწიფოს როლი არის მნიშვნელოვანი, სხვათა შორის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი როლი არის ის რომ ის რასაც ასრულებს სასამართლო. ეს არის მართლმსაჯულების როლი, ხო? და მართლმსაჯულების უზენაესობის გარისკვა ხდება აქ. მართლმსაჯულების უზენაესობაში დაიგულისხმება ის რომ მე თუ რაღაც პრობლემა მაქვს, ჩემი საქმე შეიძლება განიხილოს მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ. ეს არის ჩემი კონსტიტუციური უფლება სამართლიან სასამართლოზე. და თუ კი სხვა ინსტიტუტებს ექნებათ ამის გადასინჯვის აბსოლუტური უფლებამოსილება ნებისმიერ დროს, შეიძლება ეს პრინციპი დადგეს ზუსტად ეს ეჭქვეშ. რომ მე მაქვს უფლება ჩემი საქმე განიხილოს სამართლიანმა სასამართლომ და სამართლიანში ჩვენ გულისხმობთ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს. მართალია სახელმწიფო ასევე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია, იმიტომ რომ ის არ ეკუთვნის ხელისუფლების არც ერთ შტოს. მაგრამ ეს პრინციპი შეიძლება ეჭვის ქვეშ დადგეს. და მე ისევ მივიდივარ იქამდე, რაზეც წეგან ვსაუბრობდი პრინციპში, რომ სახელმწიფო არ არის რაღაც განყენებული ფიგურა. ის მუშაობს რაღაც კონტექსტში. და ეს კონტექსტი უნდა შეიქმნას. და ამ გარდამავალ ეტაპზეც თუ იმას გავაკეთებთ, რომ ამ ინსტიტუტს დავტვირთავთ რაღაც ფუნქციებით, ამით აუცილებლად გავრისკავთ იმას, რომ სხვა ინსტიტუტებს არ ვაიძულებთ, რომ განახორციელონ თავისი ფუნქციები. ამიტომ აი ეს არის ასეთი სერიოზული საკითხია ეს და ეს არ არის მარტივი საკითხი. უნდა შეზღუდული არის არასწორი სიტყვა. უნდა თქვათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ბოდის გიხდით რომ გისწორებთ, მაგრამ კატასტროფული სიტუაცია რეგიონში. შეიძლება კონსტიტუციის მართლაც და დაშოულია გადაშენება კონკრეტული გეგმა კონსტიტუციის
თქვენი სახელი უკაცრავ? რომანი. ომარ. აი ომარ, მე რატომაც შეგისწორეთ ეს აი მიზეზი რატომაც შეგისწორეთ იყო ის რომ აი ამ დარბაზშიც არ მინდა რომ ვინმეს ხონდეს არასწორი წარმოდგენა ამ საკითხზე. და აი ზუსტად ამით დავიწყე, მე მგონი რომ ჩვენ ყველას გვაქვს ეს პასუხისგებლობა რომ ჩვენი ყველა ნაბიჯით რაღაცა შევცვალოთ. და ის რომ მაგალითად ამ ადამიანებს უნარშეზღუდულებს უწოდებთ, ესეც არის პრობლემა. ეს არ არის მხოლოდ სიტყვების და პოლიტკორექტულობის საკითხი სხვათა შორის. ეს არის ფუნდამენტური საკითხი და ამიტომაც აი ზოგჯერ მე ძალიან მკაცრი ვარ ხოლმე, მაგალითად, როცა მთხოვენ რასისტული გამონათქვამების შეფასებას, მე ვამბობ ხოლმე, რომ არ მჯერა, რომ ადამიანები რაღაც შეცდომებს უშვებენ ან წამოწდებათ ხოლმე რაღაც, იმიტომ რომ სინამდვილეში სიტყვებში ძალიან კარგად რეალიზდება ხოლმე ის, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, ან ის ცრურწმენები, რაც ჩვენ გვაქვს. და ეს განზრახ, რა თქმა უნდა, ზოგჯერ არ ხდება, მაგრამ სიტყვები მაინც ადასტურებს იმ ცრურწმენებს, რაც გაგვაჩნია და რაც სამწუხაროა. ამ შემთხვევაში მაგალითად უნარშეზღუდული რატომ არის არასწორი სიტყვა და რატომ არის ფუნდამენტური პრობლემა, რომ ეს სიტყვა ისევ გამოიყენება. იმიტომ რომ ამ ადამიანების უნარების საკითხი კი არ დგას, როცა ჩვენ საუბრობთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. არამედ შესაძლებლობების შეზღუდვაზე, ანუ გარემოზე, როგორც ამაზე ვლაპარაკობთ. ანუ ჩვენ ამ ხალხს უნდა უთხრათ, რომ შენ კი არ გაგაჩნია რაღაც შეზღუდვა. არამედ გარემო არის შეზღუდული და გარემო არ არის ადაპტირებული შენთვის. გარემო არ არსებობს შენთვის. და ამას რატო ვამბობ? ეხლა მამანი იტყვის, რომ იცი რა, ფაქტია ის, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს ასეთი, რაღაც უნარი მართლაც შეზღუდული აქვს ან არ აქვს და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ჩვენ ხო ვთქვით, რომ ყველა ადამიანი არის თანასწორი და ყველა ადამიანს აქვს ღირსება. და ეს ადამიანების გახლავთ უმცირესობა, რომლებიც განსხვავებულები არიან ჩვენგან ზუსტად ამ ნიშნით. მაგრამ მათ ეს შესაძლებლობები და გარემო პირობები აქვთ შეზღუდული და განსხვავებული ჩვენგან და ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ამ ადამიანებს უწოდოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, რაც შეიძლება გააკეთოს სახელდამცველმა. სახელდამცველთან თქვენ იცით, რომ სახელდამცველს აქვს აპარატი და მუშაობს ხალხი, რომელიც ასე ვთქვათ, სპეციალისტია ამ სფეროში. მე არ მაქვს გამოცდილება ამ სფეროში. და ამას პირდაპირ ვამბობ, იმიტომ რომ შეუძლებელია ყველა სფეროში გქონდეს გამოცდილება. და შეუძლებელია, მაშინ უკვე უნდა იყოს სახელდამცველი, რომ ყველა უფლებაზე თანაბრად გქონდეს ნამუშევარი. წარმოუდგენელია, რომ ეს ასეთი გამოცდილება ვინმეს გქონდეს. და ბუნებრივია, სახელდამცველს ეყოლება სპეციალისტები, ანუ აპარატში. და ეს არის იგივე მაგალითად ფსიქიურად დაავადებულ ადამიანებზე, იგივე ბავშვების საკითხებზე, იგივე პატიმრებზე, ყველგან არიან სპეციალისტები, რომლებიც ამ სპეციფიურ საკითხებზე მუშაობენ და ბუნებრივია ეს არის ის გზა, რითიც მეც ვიხელმძღვანელებ, ხო? და მეც ძალიან ბევრი რამე უნდა ვისწავლო, რა თქმა უნდა. მაგრამ კონკრეტული ხედვა, რაც მე გამაჩნია, არის ის რომ მაგალითად ის რაც ხდება დღეს მაგალითად საქართველოში და თქვენ აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ, გაცილებით უფრო არის მდგომარეობა რეგიონებში. სასიცოცხლო სივრცეც კი არ არსებობს ამ ადამიანებისთვის. ერთხელ ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი მიყვებოდა, რომ მე რომ გარეთ გამოვიდე, ელემენტარულად ძალიან ძვირი დამიჯდება ის, რომ ერთი ადგილიდან მეორე დანიშნულების ასე ვთქვათ, პუნქტამდე მივიდე. იმიტომ რომ არც ტრანსპორტი, არც ასე ვთქვათ, ქუჩები არ არის ადაპტირებული ჩემთვის. ძვირი რო დაუჯდება ერთია და თუ ამის გადახდის საშუალება არ აქვს, საერთოდ ვერ გამოვაგარეთ, ხო? ანუ სასიცოცხლო სივრცეც კი არ არსებობს. უფლებების მონიჭებაზე და ასე შემდეგ საუბარი ზედმეტია. პირველ რიგში რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის ამ სასიცოცხლო სივრცის შექმნა.
სახელმწიფო ზედამხედველობა უნდა გაუწიოს იმას, რომ სახელმწიფომ შექმნას ეს სასიცოცხლო სივრცე ამ ადამიანებისთვის. მეორე, სახელმწიფომ არც კი იცის რამდენი ასეთი ადამიანი ყავს. არც კი იცის. ზუსტი სტატისტიკის მოპოვებაც შეუძლებელი არის. ანუ არც კი მუშაობს ამ საკითხზე და სხვათა შორის ერთ-ერთი დისკუსიის დროს ხალბატონმა ნელა გაფრინდაშვილმა თქვა ის, რომ სჭირდება თუ არა მაგალითად სახელმწიფოს პირები, რომლებიც არა მხოლოდ სპეციალისტები იქნებიან, არამედ მკვლევარებიც იქნებიან. არის რაღაც საკითხები, რასაც სახელმწიფო არ აქცევს ყურადღებას, გამოიკვლევს თუ არა სახელმწიფო და იფიქრებს თუ არა ის და იმუშავებს თუ არა პროაქტიულად ამ საკითხებზე. და ჩემი ხედვა ზუსტად ასეთია. სახელმწიფომა პროაქტიულად უნდა იმოქმედოს და უნდა გამოიკვლევოს ასეთი საკითხები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საკითხი ზუსტად ასეთი საკითხია. ასევე საკანონმდებლო ჩარევებსაც საჭიროებს ჩემი აზრით იგივე შრომის კანონმდებლობის კონტექსტში შეიძლება ამაზე საუბარი. საჭიროა რომ რატიფიცირება გაუკეთდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ კონვენციასაც და მე ვფიქრობ რომ ამაში სახელმწიფომა აუცილებლად უნდა შეასრულოს თავისი როლი. ანუ ხო ხედავთ ომარ რა დონეზე ვართ. საკანონმდებლო ჩარჩოსაც უნდა მივხედოთ. ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრაშიც უნდა მივიღოთ მონაწილეობა და ამ ადამიანებისთვის სასიცოცხლო სივრცის ჩამოყალიბებაზე უნდა ვიზრუნოთ. ანუ ჯერ ძალიან შორს ვართ ამ სფეროში. და პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი გეგმა რაც არის, რაც უნდა იყოს სახელმწიფოსა, ეს გახლავთ ზუსტად ის, რომ მაქსიმალურად მეტი ადამიანი დაინტერესდეს ამით და მაქსიმალურად ბევრი ადამიანი იყოს მგრძნობიარე ამ საკითხის მიმართ. მაქსიმალურად ბევრმა გაიგოს იმის შესახებ, რომ მიზეზი რატომაც ჩვენ ამ პრობლემას ვერ ვხედავთ ზედაპირზე დღეს, ეს არის ის, რომ ისინი უბრალოდ შეუმჩნევლები არიან და ჩვენ ვერ ვამჩნევთ და ჩვენ მათ იგნორირებას ვაკეთებთ როგორც საზოგადოება. ანუ პირველი რაც უნდა გავაკეთოთ ეს არის ის, რომ ეს გახდეს პრიორიტეტი, ეს გახდეს თემა და ეს ხალხი შევამჩნიოთ. ისმენ. ამერიკა გიორგი ჩხატიშვილი ჯიბას იაკთან განაცხადა, რომ ეძებნება რაღაცე ხო მე ზეწოლა ვიგულისხმებ, ნუ ხო რა თქმა უნდა მორალური ჯერჯერობით მუქარა ჯერჯერობით არ ყოფილა მუქარა და მე არც მგონია რომ ესეთი რაღაც იქნება. იცით რა სრულიად ნორმალური, აი უბრალოდ ძალიან ახსნადია ჩემთვის ის რაც ხდება. და მართლა არავის არ ვარ გაბრაზებული და განაწყენებული. მე ვერ წარმოვიდგენდი ეს თუ შემეძლებოდა, თქვენ ალბათ იცით რომ ნაკლები გამოცდილება მაქვს იგივე კამერებთან მუშაობის, პირდაპირ ეთერში საუბრის და ასე შემდეგ. ეს ჩემი პრობლემაა, დიდად არასოდეს მხიბლავ და სხვათა შორის ტელევიზიის გამოჩენა. ხო, დიდად არასოდეს მომწონდა ეს, იმიტომ რომ გინდა თუ არ გინდა ეს სისტემა შენ თვითონ გმართავ საბოლოო ჯამში და შენ რაღაც მომენტში უკვე ვეღარ აკონტროლებ. კი. პირადია რა, მაგრამ ზოგადად არჩევი ხედავ. ანუ ვიცით რომ რა შეგვიძლია და გარდამისა ახლა და ჩვენ გასაკუთრებით სიტუაცია ქართლის ნაწილის ამბები ზოგადად უმცირესობებთან დაკავშირებით წერანას გესაუბრებ. ერთ-ერთზე მაინტერესებს ეს რაღაც სტერეოტიპია, მე არ გამიგია ამის შესახებ. მაინტერესებს არის შენი სადაც მას შემდეგ რაც უფრო აქტიურად დაიწყე და პირველი ხარ რამე ზეწოლას ქონია თუ არა ადგილი? უბრალოდ რას მეუბნები შენი ახლობლების ახალი იყოს კი, ახალი ნამდვილად კი, არა, ახალი ნამდვილად არ ყოფილა. გიპასუხებ ამაზე აუცილებლად, უბრალოდ გავაგრძელებ ზეწოლის საკითხს. არა, მე გიპასუხებ, მე ვუპასუხებ თქვენ კითხვას, უბრალოდ ბოროტად ისარგებლა დროით. ხო, მე გიპასუხებ, რას გულისხმობდი წეღან. იმას ვამბობდი ზუსტად, რომ აი პირდაპირ ეთერში მაგალითად მე ვერ წარმოვიდგენდი რომ ამის გაკეთება შეუძლებდი, მაგრამ ვისმენდი როგორ რეკავდნენ და როგორ მეუბნებოდნენ ადამიანები, რომ იცი რა მე თქვენ არ მომწონხართ. აი არ მომწონს რომ იღიმებით რა რატო გეღიმებათ.
და მართლა ყოველგვარი განკითხვის გარეშე ვაკეთებ ამას. მართლა მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად ნორმალურია ეს, რომ ადამიანები პირდაპირ ეთერში რეკავენ და ასე თუნდაც ასეთ რამეს მეუბნებიან, ან უფრო ვარეს და ყოველ დღე ვისმენ რასაც ამბობენ შალვა რამიშვილის გადაცემაში ადამიანები როცა რეკავენ, ყველაფერს ვკითხულობ რაც იწერება ჩემზე. და არა, ხო, ამის გამინდა რომ მე ვერ წარმომედგინა რომ ამას შევძლებდი ოდესმე რომ თვალებში შევხედავდი ამ რეალობას რომ ადამიანები პირისპირ კონფრონტაციას არ ერიდებიან, პირდაპირ გეუბნებიან იმას რომ არ მოწონხარ ან ასე შემდეგ. მე ვერ წარმოვიდგენი რომ ეს შემეძლო, მაგრამ მე შევძელი და უფრო მეცაც გეტყვით. მე მიმაჩნია ეს აბსოლუტურად ნორმალურად. ევროპის სასამართლომ თქვა ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში ესეთი რაღაც რომ მაგალითად მედიას აქვს უფლება დაწეროს შეურაცხყოფელი შოკში ჩამგდები რამ და ეს არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ნაწილი. ამას იმიტომ კი არ ვამბობ რომ მე იურისტი ვარ და ეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ეს გადაწყვეტილება წავიკითხე და მაშინ შევიცვალე აზრი. არა, ეს ასე არ არის. მე მართლა ასე მწამს. ჩვენ ახლა გვინდა თუ არ გვინდა გვაქვს თმენის ვალდებულება. მე შოკში მაგდებს, მე შეურაცხყოფას მაყენებს ბევრი კომენტარი, რომელიც იწერება ან ითქმება, მაგრამ აბსოლუტურად ვაცნობიერებ ჩემს თმენის ვალდებულებას და მართლა არანაირ პრობლემას ამაში არ ვხედავ იმ თვალსაზრისით, რომ მე არ მიჩნდება პასუხის გაცემის სურვილი. არანაირად. როცა შეიძლება წარმოუდგენლად გეჩვენებათ, მაგრამ არასოდეს არ მიპასუხია ლანძღვაზე ლანძღვით და ეს არის ჩემი აბსოლუტურად განუხრელი პრინციპი, რის დაცვასაც ვაპირებ და მე დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებ ამის გაკეთებას. მაგრამ რაც შეეხება ზეწოლას და სიზულულს, რაზეც ვსაუბრობდი დასაწყისში, ეს არის რეალობა და ეს არის ახსნადი რეალობა. და მე თავიდან ვცდილობდი ამის ახსნას, სხვათა შორის. ჩვენ ეხლა გავაცნობიერეთ ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალა როგორც ამომრჩეველს, როგორც მოქალაქეს გვაქვს ძალა, დავამტკიცეთ ის, რომ გვაქვს ეს ძალა იმით, რომ მივედით არჩევნებზე, მე ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ჩვენი საარჩევნო უფლება დაცული ყოფილიყო და ვაიძულეთ, ხომ, წინა ხელისუფლებაც, რომ პასუხი ეგო იმ დანაშაულებისთვის, რაც მან ჩაიდინა. ან მომავალში ვაიძულებთ ამას. ჩვენ გავაცნობიერეთ ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალა. მაგრამ ის ფაქტი, რომ ჩვენ ამდენი ხნის მანძილზე ვიყავით იმავე ძალადობის მსხვერპლი, არ სადაც წასულა. და ის სისასტიკე, რითიც არის დამუხტული ჩვენი გარემო, რაშიც ჩვენ ცხოვრობთ, არსად წასულა. ჩვენ ის არ გადაგვილახავთ, ჩვენ ახლა ვართ ამის გაცნობიერების პროცესში, ხო? და ამიტომ მე ეს მესმის რატომაც ხდება, მე მესმის რატომაც არ ვინდობთ ერთმანეთს და რატომაც რა ვიცი ხმალამოღებულები ვიბრძვით ერთმანეთის წინააღმდეგ და არასდროს არ ვტოვებთ უსაფრთხო სივრცეს, ასე ვთქვათ, ჩვენს ურთიერთობებში. ჩემთვის ეს მიუღებელია, მაგრამ ჩემთვის ეს არის ახსნადი. და რაც შეეხება ახლა კონკრეტულ მუხარას და კონკრეტულ ზეწოლას, ნამდვილად არ ყოფილა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება და თუ ეს მოხდება, სამართალდამცავი ორგანოები ამას აუცილებლად დარწმუნებული ვარ, რომ ყურადღებას მიაქცევენ. რაც შეეხება მეორე კითხვას. რაც შეეხება მეორე კითხვას, რა რეაქცია აქვს, ასე ვთქვათ, რა რეაქცია აქვს ოჯახურ წრეში ან ნათესავებს ან მეგობრებს, აბსოლუტურად ჯანსაღი. არავის არ გაუგია ნამდვილად პირველად ის, რომ მე ყველა ადამიანის ყველა უფლების დაცვა მიმაჩნია პრიორიტეტად. ნამდვილად არ ყოფილა ეს არავისთვის ახალი. და ნამდვილად არ არის ჩემი გარემო, რაშიც მე ვცხოვრობ, ისეთი კონსერვატიული, რომ ეხლა ვიღაცამ გამკითხოს იმისათვის, რასაც ვაკეთებ და ჯერ ერთ-ერთი ჩვენ ყველა ვართ დამოუკიდებელი ადამიანები და ისევე როგორც მე ვერ ვაგებ პასუხს ჩემი ოჯახის წევრების ყველა ქმედებაზე, ასევე თვითონაც არ აგებენ პასუხს ჩემზე, ხო? მათაც აქვს ბუნებრივია გარკვეული თმენის ვალდებულება, მაგრამ მე მგონი ჩვენ ყველა ინდივიდები ვართ და ჩვენ ყველა პიროვნებები ვართ და ну, საჯარო ლანძღვა არის რთული მოსასმენი, მაგრამ ამ საკითხზე საუბრისგან მე თავ შევიკავებ შეიძლება. როგორი რთულია ჩემი ოჯახის სამის გადატანა, ამაზე ვერ ვისაუბრებ ხო აქ.
უნდა ისეთი და მე მგონი რომ ეს არის თქვენი და თქვენ გაგუხართ ამ ფაქტს რომ ნაცნობი ოპარაკარზე რომ აი სულიად ისეთი მეჩერია გამწერა და ასე სამდა და უფრო ერთი ადამიანი ამბობა ამ შესწავლას. ახლა სოციალური მედიის როლზე არის მე მგონი კითხვა. მე თვითონ იმ პერიოდში ვიყავი ძალიან სერიოზულ სტრესში, იმიტომ რომ მე ვწერდი ანგარის იმ დროს ვიყავი უკრაინაში გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიაში. საერთოდ მქონდა გაუქმებული Facebook-ი, იმიტომ რომ არ მქონდა ამისი დრო. და მე გავიგე საერთოდ ამ ყოველთვის შესახებ გავიგე Twitter-ზე, რომ ჩემმა ერთმა მეგობარმა მომწერა, რომ ეს ხდებოდა და საერთოდ არც ვიჯერებდი, რომ ეს ამბავი სერიოზული იყო და ბოლო მომენტამდე ვცდილობდი, რომ არ შემოსულიყავი Facebook-ზე და არ გამეგო არაფერი, იმიტომ რომ მართლა ძალიან ხო, გავაუქმე იმ პერიოდში, იმიტომ რომ ზუსტად იმ პერიოდში მქონდა მუშაობდი ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე იქ. იქ ვიყავი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და სასამართლოებში და ძალიან მძიმე სამუშაო გრაფიკი მქონდა ზუსტად იმ მომენტში. ამიტომ მე არ ვიცი ეს როგორ დაიწყო. არც Facebook-ს არ ვადევნებდი თვალყას, იმიტომ რომ მე თვითონ იქ არ ვიყავი მაგ დროს. ეს ფაქტი მე იმას მეუბნება, რომ ძალიან რთულია ხა ამაზე საუბარი ჩემთვის. მე ძალიან ბევრ ადამიანს ვესაუბრე, როგორც კი გავიგე ეს იყო სერიოზული საკითხი. მე ძალიან ბევრ ადამიანს ვესაუბრე, პრაქტიკულად არ მეძინა მთელი ერთი კვირა შეიძლება ითქვას, სანამ გამოფრინდებოდი. და მე მგონი დაახლოებით 100-მდე ადამიანისგან მივიღე რჩევა და რეკომენდაცია. და სხვათა შორის, თუ სახალხო დამცველი გავხდი, ზუსტად ასე ვაპირებ მუშაობას. ანუ ეს კონსულტაციები, ანუ მე ბატონო Twitter-ზე შეიძლება თუ რა თქმა უნდა კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრების ინტერესი არ იქნება დარღვეული. ჩემი აზრით სოციალურ მედიაში უნდა გააკეთო. და ძალიან ბევრ მეგობარს და ძალიან ბევრ კოლეგას ვესაუბრე, ვერ გეტყვით რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი იმ დღეებში, იმიტომ რომ წარმოუდგენელი სტრესი იყო. და ეხლა ყველაზე მეტი სხვათა შორის თუ ვინმეს უნდა შეურაცხყოფა მომაყენოს, მე ურჩევ რა თქვას. ყველაზე მეტად რაზეც ბრაზდები არის ის, რომ აი რა ყველაფერს აკეთებს ამ თანამდებობისთვის და ერთ-ერთმა მედია საშუალებამ საერთოდ თქვა, რომ სავარძლისთვის ბრძოლა გრძელდება და ნუ ეს იყო სრულიად წარმოუდგენელი საშინელება. თუ ვინმეს უნდა რომ შეურაცხყოფა მომაყენოს, უნდა დამაბრალოს ის, რომ აი ამ სავარძლისთვის ვიბრძი, იმიტომ რომ ჩემთვის ნამდვილად არ არის ეს კარიერა და მე მიმაჩნია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამას კარიერულ წინსვლად მიიჩნევენ, ან საერთოდ მიიჩნევენ, რომ ამ სავარძლისთვის ყველაფრის გაკეთება შეიძლება და ყველანაირი ბრძოლის ხერხის გამოყენება შეიძლება, პირველ რიგში იმ ადამიანებს არ აქვს წარმოდგენა ამის სიტყვის შესახებ საერთოდ. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ გადაწყვეტილება არ მიმიღია ამ რჩევების საფუძველზე. ანუ მე ვიცით, რომ შევწყვიტე ეს მისია, ვიყიდე ბილეთი და დავბრუნდი საქართველოში. გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი ითხოვდა იმას, რომ ეს წინადადება სერიოზულად განმეხილა, რომელსაც მე მივიჩნევ ზუსტად იმ ადამიანებად, რომელთა უფლებების დაცვაც ჩემი პრიორიტეტია. როგორ გითხრათ, არ ვიცი, რამდენად კარგად შემიძლია ამის არტიკულაცია, მაგრამ მე რაღაც მომენტში ვიგრძენი, რომ ეს უკვე ჩემი მოვალეობა ხდებოდა. და თავიდანვე ესე დავიწყე, რომ მე ნამდვილად არ ვფიქრობ, მე ვარ ერთადერთი კარგი კანდიდატი და საუკეთესო, მაგრამ მე ჩემი პირადი პასუხისმგებლობა და ჩემი პირადი მოვალეობა ზუსტად მაშინ, ასე ვთქვათ, გადავწყვიტე, რომ ეს იყო, რომ რიგითი ადამიანები ითხოვდნენ ამას. და სხვათა შორის მე დამიჯერეს მხარი პროფესიულმა, ასე ვთქვათ, ორგანიზაციებმა, რაც ასევე ძალიან დიდი პატივი და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ პირველ რიგში რაც იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, იყო სწორედ რიგითი ადამიანები, რომლებსაც ეს ნდობა ჰქონდათ და ზოგჯერ ძალიან მეშინია ამ ნდობის მართალი რომ გითხრათ, იმიტომ რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ეს და ძალიან მეშინია რომ ვერ გავამართლო. Thank you.